გამარჯობა. დღევანდელი ვიდეო მინდა წავიყვანო ჰამბურგის ერთ-ერთი ტყიდან. არა იმიტომ, რომ ჩემი დღევანდელი სიუჟეტი მიეძღვნება რა ტყის თემას, თუმცა რაღაცები იქნება აქედანაც, მაგრამ ძირითადად ამის მიზეზი არის ის, რომ ჰამბურგში არის ძალიან კარგი ამინდები. კარგი ჩემთვის, თორემ ძალიან ბევრისთვის ცუდი, იმიტომ რომ ეს არის 27 ხან 32 და პარასკევს და შაბათს საერთოდ 36 და 37-ს გვპირდებიან. ეს არის ანომალიური ტემპერატურა ჰამბურგისთვის და ზოგადად ჩრდილოეთ ევროპისთვის და ასეთი ტემპერატურები მე ვთქვი, რომ წელს ძალიან ბევრ ადგილას იქნება. იცით თქვენ, რომ იწვის საფრანგეთი, იწვის იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, საბერძნეთი. საქმე იმაშია, რომ ევროპის სამხრეთ ნაწილში წარმოიქმნა ეგრეთ წოდებული სითბური გუმბათი, რომელიც როგორც მართლაც რომ გუმბათი, ისე გადაეფარა გიგანტურ ტერიტორიას და არ უშვებს შიგნით ცივი ჰაერის მასებს. იგი იჭერს თითქოს როგორც სათბურის შუშები, მინები იჭერენ სითბოს, სათბურის შიგნით დაახლოებით ესე იჭერს და ეს დაჭერა კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გამოწვეული არის იმ გლობალური მოვლენით, რომელსაც ქვია ელ-ნინიო, რომელიც წელს არის ძალიან ძლიერი და მის შესახებ მე ძალიან ვრცელი ვიდეო გავაკეთე და აუცილებლად ნახეთ, ამ ბმულის მიხედვით. და სწორედ ეს განაპირობებს, ეს გუმბათი განაპირობებს იმას, რომ მე არ გირჩევდით ყოველ შემთხვევაში ახლო 10-12 დღის განმავლობაში ამ ქვეყნებში მოგზაურობას, ანუ სამხრეთ საფრანგეთში, იტალიაში, მე დღეს ვათვალიერებდი მაგალითად რომის, ფლორენციის, ნეაპოლის ტემპერატურა, ნეაპოლში კიდევ არაუშავს, მაგრამ ფლორენცია, რომი იწვის უბრალოდ, ჰაერი არ არის იქ, არის ძალიან მაღალი ტემპერატურა და ნესთან ერთად, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქმნის ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშ ნაზავს. ანალოგიური რამ ხდება, რა თქმა უნდა, გერმანიაში, ჩრდილოეთ გერმანიაში, ეს დღეები ბერლინში 2-3 გრადუსით მეტი იქნება ტემპერატურა ვიდრე ჰამბურგში. ჰამბურგი მაინც თლად ზღვისპირა არ არის, ჩვენგან ზღვა 30 კილომეტრით არის მოშორებული, მაგრამ მაინც ატლანტიკის გავლენა იგრძნობა, როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში და არის გოლფსტრიმი, მართალია წვიმებს იწვევს, მაგრამ ამავე დროს არბილებს ზაფხულსაც და ზამთარსაც და ამიტომ მეტნაკლებად კომფორტული ტემპერატურებია აქ. ისევ ჯობს საქართველოში დარჩეთ ეს დღეები, იმიტომ რომ საქართველოში ნორმალური ტემპერატურებია შედარებით და თუ დაცხა თქვენ რამდენიმე საათში შეგიძლიათ მოხვდეთ ისეთ სამოთხეებში, როგორც არის ლეჩხუმი, რაჭა, ხევსურეთი, ხევი, სვანეთი, რა ვიცი, აქეთ სამხრეთ საქართველო, იგივე თბილისის მიდამოები, ნებისმიერ ადგილას რო წახვიდეთ 40 წუთში, 1 საათში, მართლა სამოთხეში მოხვდებით და აქედან გამომდინარე, მე გირჩევდით, რომ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში თავი შეიკავოთ ამ მოგზაურობებისგან, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ ნახავთ. ეს ჩემი წარე გამოცდილებიდან გეუბნებით ამას. უბრალოდ არაფრის თავი არ გექნება და შარშან მაგალითად მე პრაღაში ვიყავი, პრაღაში იყო 35 გრადუსები და მიუხედავად იმისა, რომ მე სითბოს და სიცხის მოყვარულით შეიძლება დამარქვას ადამიანმა, იმიტომ რომ 32-33 გრადუსი ჩემთვის 25-დან პლუს არის კომფორტული ტემპერატურა. მე ცოტა უკვე რთულდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის 35-36 გრადუსი, რაც პრაღაში იყო, მართლა მომაკვდინებელი იყო. მით უმეტეს ამდენი ტურისტი. ისინიც ჰაერს აცხელებენ და პლუს ჟანგბადს ხარჯავენ. ანუ ეს ძალიან მძიმე გამოცდილება იყო ჩვენთვის, ჩემი და ჩემი მეუღლისთვის და აქედან გამომდინარე ცოტა არ იყოს გავწვალდით, მაგრამ მაინც დილა ადრიან გავდიოდი ხოლმე მე ძალიან ადრე, დილის 5 საათზე და მცარიელ ქალაქში, მართლაც მისტიურ ქალაქში ძალიან ბევრ საინტერესოს ვნახულობდი და ამ ქალაქის შესახებ მე 2 ვიდეო მაქვს, ნახეთ აუცილებლად ის ვიდეოები. როგორ დავიცვათ თავი სიცხეში? ახლა აქ ძალიან არცხელა, ამიტომაც მე ცოტა ესეთი მუქი და ოდნავ თბილი პერანგი, მაგრამ როდესაც მე მზეში გავალ, უკვე ჩემი თეთრი შარვლით და ჩემი თეთრი მაისურით, მე მაქსიმალურად ავირეკლავ მზის სხივებს და მინიმალურად გაცხელდება ჩემი სხეული. მით უმეტეს მე ველოსიპედზე ვზივარ
ველოსიპედზე ჯდომისას და ისედაც სიარულისას თქვენ სიცხეში კარგავთ დიდი რაოდენობით სითხეს და სითხის დაკარგვა არის ძალიან საშიში, ამიტომ წყალი მუდმივად ატარეთ. რეკლამი არ გამომივიდეს მალა, მაგრამ ბუტილირებული წყალი იქნება თუ თქვათ ამავე ბოთლში შეგიძლიათ ორჯერ, სამჯერ გამოიყენოთ ხოლმე ასეთი ბოთლი ჩაასხათ ონკანის წყალი, რომელიც ნაკლებად სხვადასხვა ქალაქში სუფთაა. აი ჰამბურგი მაგალითად ითვლება, რომ გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე სუფთა წყალია. წყალი ატარეთ აუცილებლად სვით იგი ეს არის პრევენცია, რა თქმა უნდა, გაუწყლოებისგან და არ მიიყვანოთ თქვენი ორგანიზმი იქამდე, რომ მან მოგთხოვოთ წყლის დალევა, ანუ მოგწყურდეთ. როდესაც გწყურიათ, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმში განგაშია, ორგანიზმს კარგა მაგრად აკლია წყალი, ამიტომ აქამდე ნუ მიიყვანთ ხოლმე მდგომარეობას, გახსენით, მოსვით 2-3 ყლუპი დახურეთ, კიდევ 5 წუთში კიდევ დალიეთ და ასე შემდეგ. ამით თქვენ თავს დაიცავთ ბევრი გართულებისგან, რომელიც გაუწყლოებას მოსდევს თან. და რა თქმა უნდა ატაროთ კეპი, უნდა ატაროთ მზის სათვალე. მზის სათვალე არ არის მხოლოდ და მხოლოდ გასაფრანჭი აქსესუარი, ეს არის თქვენი თვალების დაცვა ულტრაიისფერის სხივებიდან, ამიტომ ყოველთვის შეხედეთ ხოლმე UV 100 აწერია ხოლმე ultraviolet 100 თუ ასეთი მარკირება აქვს და მე ვამბობ ნორმალურ სათვალეებზე, ნორმალური ფირმის სათვალეებზე, მაშინ თქვენი თვალები აი ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცული იქნება. და კიდევ ერთი ძალიან კარგი არის ეგრეთ წოდებული პოლარიზებული ლინზები, პოლარიზებული სათვალეები, დღეს ისინი უკვე პლასტიკისგანაც მზადდება, რომლებიც აქრობენ უпроსორად ანარეკლებს. აი მაგალითად მანქანის ანარეკლს, სარკის ანარეკლს და ამით თქვენი თვალები ნაკლებ გაღიზიანებას განიცდის. ეს არის ძირითადი, კეპი რა თქმა უნდა, რომელიც თქვენ თავს დაიცავს გადახურებისგან და რა თქმა უნდა, ჩაიცვით ხოლმე მზეში ღია ფერის ტანსაცმელი ჯობს თეთრი, იმიტომ რომ თეთრი კეპიც, მაისურიც, იმიტომ რომ თეთრი ირეკლავს მზის სხივებს, ირეკლავს სითბურ გამოსხივებას მზიდან წამოსულს და ამით გეხმარებათ გაგრილებაში. მაღაზიათა ანომალიური ამინდის ერთ-ერთი გამოვლენა გახლავთ სეტყვა. სეტყვა, რომელიც გარდა იმისა, რომ ძალიან დიდ ზარალს აყენებს სოფლის მეურნეობას, წარმოიდგინეთ, ეს არის რამდენიმე კილომეტრის სიმაღლიდან გაქანებით ნასროლი 50-100 გრამიანი ბურთი, ქვა, რომელიც ხვდება, რასაც კი ხვდება, ყველაფერს ამტვრევს და ანადგურებს, მაგალითად იგივე მანქანებსაც ხშირად, აი მანქანის შუშებსაც, მინებსაც ხშირად ამტვრევს, ხო? შიფერს ამტვრევს, კრამიც ამტვრევს და ასე შემდეგ. რას უზამს ვენახს, რას უზამს ხეხილს, რა თქმა უნდა, მათაც მთლიანად სპობს. ამის პრევენციის სხვადასხვა თითქოს საშუალებები არსებობს, მაგრამ მაინც არც ერთი არ მუშაობს ისე, როგორც მუშაობს, თქვათ, ბადეები, რომლითაც ძალიან ხშირად არის გადახურული ხეხილის ბაღები დასავლეთის ქვეყნებში, ასევე ვენახი და ამ ბოლო დროს მე ვნახე, რომ ჩვენშიც ძალიან ხშირად ამ მეთოდს იყენებენ და ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ის რაკეტები, რომლებსაც მათ ესვრიან, ძალიან ხშირად სრულიად მოკლებულია ყოველგვარ ეფექტს. თვითონ სეტყვა არის მართლაც უნიკალური მოვლენა, რომელიც იშვიათად ხდება, მაგრამ ვაი იმ მოხდენას, ხო? წვიმასავით სეტყვა ყოველ კვირაში ერთხელ არ მოდის. სეტყვის წარმოქმნისთვის არის აუცილებელი სხვადასხვა პირობები. პირველ რიგში ეს არის გადახურებული ზედა ფენებიდან ზემოთ წასული ჰაერი. დაახლოებით ეს ჰაერი ისევე მოძრაობს ზემოთკენ, როგორც თქვათ, საჰაერო ბუშტი, რომელსაც ჩვენ ბერავთ ცხელი ჰაერით. ანალოგიური რამ ხდება, როდესაც ზედაპირი, დედამიწის ზედაპირი ძალიან გახურებულია, იქ წარმოიქმნება ნოტიო ჰაერის ფენა, რომელიც ილტვის ზემოთ ასვლისკენ. ილტვის ზემოთ ასვლისკენ და იგი ნელ-ნელა თანდათან ცივდება. ზოგჯერ ეს ასვლა იმდენად ძლიერია, რომ რაღაცებს წარიტაცებს კიდეზე, წარიტაცებს, რა თქმა უნდა, წყლის წვეთებს, რომლებიც აღწევენ გარკვეულ სიმაღლეს, იქ სადაც ნულს
ოდნავ ზემოთ არის ტემპერატურა, ისინი იწყებენ იქ ტრიალს და როგორც კი ნულის ქვემოთ ჩამოწდება ტემპერატურა, ისინი ეძებენ საყრდენს, რომელზეც შეიძლება მოიკიდონ ფეხი და შემდეგ გაიზარდონ. ანუ კონცენტრაციის ან კრისტალიზაციის ცენტრს. დაახლოებით ისევე როგორც წარმოიქმნება მარგალიტი. მარგალიტი როგორც წარმოიქმნება, ლოკოკინას ორსაგდულს შორის მოხდება კენჭი ან ქვიშის ნამცეცი და მოლუსკი მას ზემოდან აკრავს სადაფის ფენებს. ეს ფენები შრეობრივია სხვათა შორის, ის იღებს საბოლოოდ მგვალ ფორმას და შემდეგ ადამიანი იღებს და ესეთ სადაფის ბურთებს იყენებს როგორც სამკაულს, ხო, მარგალიტს. ეს ორგანული ნივთიერებაა, ორგანული წარმონაქმნია და დაახლოებით ანალოგიური რამ ხდება ღრუბლებშიც. როდესაც წყლის წვეთმა არ იცის რა გააკეთოს, იგი შემთხვევით გადააწყდება მტრის ნაწილაკს და ამ მტრის ნაწილაკზე იწყებს გამოყინვას. პატარა ეს ბურთს გააკეთებს. იმ ბურთზე დანარჩენი წყლის წვეთები დამაგრდებიან კიდევ და დამაგრდებიან და თანდათან აი ეს ბურთი ნელ-ნელა იზრდება. და ეს ყველაფერი ხდება ატმოსფეროს ზედაფენებში. ზოგჯერ სიმაღლე შეიძლება იყოს 15-20 კილომეტრი. აქ მართლაც კოლოსალურად დაბალი ტემპერატურებია, ეს ჩვენი მარცვალი ყინულის ტრიალებს ზედ იკრავს კიდევ უფრო მეტ წყალს, კიდევ უფრო მეტ შრეებს იკეთებს და ძალიან საინტერესო ერთი მომენტი იმ ადგილებში, სადაც ტემპერატურა ოდნავ მაღალია, იქ წყლის ფენა მას როგორც ასე აპკიასა ეკვრება, იქიდან ის ნელ-ნელა იყინება, ამიტომ ბუშტუკები ასრებენ, ჰაერის ბუშტუკები მისგან გამოსვლას და ეს ფენა არის ხოლმე როგორც მინა ისეთი გამჭვირვალე. ზემოდან მას გადაეკრობა უფრო მაღალ ფენებში სწრაფად გაყინვადი წყალი, რომლიდანაც ვერ ასრებს გაზი გამოსვლას და იგი არის რძისფერი. და ჩვენ თუ დიდი ზომის სეტყვის მარცვალს კარგად გავჭრით შუაზე, ვნახავთ, რომ იგი ფენოვანია, ისევე როგორც მარგალიტი. მარგალიტიც რო გავხერხოთ, ასეთია. იგი შედგება გამჭვირვალე და რძისფერი ფენებისგან, აი ძალიან საინტერესო რამ არის. და როდესაც სეტყვის მარცვალი მიაღწევს იმ წონას და იმ ზონას, როდესაც მას უკვე დედამიწის მიზიდულობა ქვემოთ ეკაჩება და აი ეს აღმავალი ჰაერი ვეღარ იჭერს, ანუ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ საჰაერო ბუში ჩავტვირთეთ იმაზე მეტი ტვირთი, რისი აწევაც საჰაერო ბურთს შეუძლია, ხო? მაგრამ აქ მეორე მომენტი ხდება, საჰაერო ბუშტი კი არ ეშვება ნელ-ნელა მიწაზე, არამედ რომ გადაჭრათ ის თოკები და აი ეს კალათი თავის ტვირთიანად რომ უსწრაფესად დაეშვას დედამიწაზე და პარალელურად ძალიან ხშირად ხდება ხოლმე რომ ეს ისედაც აჩქარებული, თქვათ ეს 10, 12, 20, 50 გრამიანი, ზოგჯერ უფრო დიდიც, აი ტენისის ბურთის ხელებიც არის ხოლმე, ზოგიერთი არის გოლფის ბურთის ხელა. ეს წარმოიდგინეთ, რომ კილომეტრების სიმაღლიდან ვარდება და როგორ აჩქარებას იღებს, როგორ კინეტიკურ ენერგიას იღებს და პარალელურად ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ ზემოდან ატმოსფეროდან ქარი ქვემოთ მოდის და წარმოიდგინეთ, რომ ეს ბურთი მოფრინავს თავისი კინეტიკური ენერგიით და ამას ზემოდან კიდევ ქარი აწვება. ანუ ერთიორად ზრდის მისი დარტყმის ძალას. და ეს დარტყმა იმდენად ძლიერია, რომ მან შეიძლება და ხდება ასე მსხვილფეხა რქოსანი საქონელიც კი მოკლავს, რა თქმა უნდა, ადამიანზეც ზედმეტია საუბარი. ამიტომ, როდესაც სეტყვა არის მოსალოდნელი, აუცილებლად დავიცვათ ხოლმე თავი. ახლა რაც შეეხება რა გველის. გველის ის რომ იქნება ანომალიური ამინდები, ისე ვიმეორებ საქართველოშიც და საქართველოში ეს გამოვლინდა მაგალითად არანორმალურ სეტყვაში, რომელიც ამასინათ მოვიდა თბილისში და მე ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა ამ სეტყვის თუ ნიმუშები უпроსწორად და თქვენ ხედავთ აი ფოტოზე ეს არის ძალიან უცნაური სეტყვის მარცვალი. ჯერ ერთი რომ იგი საკმაოდ დიდია, თითქმის ჩოგბურთის ხელაა თუ თქვათ ხელის გულის მასშტაბით ავიღებთ და მეორე მას აქვს ესეთი შვერილები, გამოშვერილები. ორი დღის წინ ეს სეტყვა მომხდარა
ბენდუქიძის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, სიტყვა დიდი ოხერი ვინმეა, ესეთ ლოკალურად იცის ხოლმე შეიძლება ერთ ადგილას წვიმდეს და ორი სახლის იქეთ სიტყვა მოდიოდეს. აი ესეთი სიტყვა მოვიდა, ეს არის ესეთი ეკლესიური ფორმის სიტყვა, გლობალურს ეძახიან მას და იგი წარმოიქმნება ძალიან საინტერესოდ. აი უკვე ფორმირებული სიტყვის მარცვალი, რომელიც მაღალ ფენებშია, მას სხვა სიტყვის მარცვლები ეკრობა. ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა და იშვიათი ფორმაა ეს სიტყვის და იგი იზრდება ზომაში და პარალელურად ესეთი ეკლიანი ხდება. ეხლა წარმოიდგინეთ, აი ამხელა ქვა და ქვის სიმძიმე თლად არ აქვს, მაგრამ რაღაც ნაკლები, რომელიც ნასროლი არის დაახლოებით 12-15 კილომეტრის სიმაღლიდან წამოსული. რა კინეტიკური ენერგია უნდა ქონდეს, ანუ ეს რო ადამიანს მოხდეს ნამდვილად ეხლა თავში რომ მოხდეს ნამდვილად მოკლავს, გაუტეხავს თავს და ეხლა ზურგში და დიდი შანსია რომ დააზიანოს ძალიან ძიმედ. ამიტომ იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. ჯანმრთელობის ფასი არაფერია. სამაგიეროდ თქვენს მანქანაზე ქარო იზრუნებს. პირველი რაც თავში გვიტრიალებს, ვინ შეაკეთებს მას? შემთხვევითი ადამიანი თუ ის, ვისაც თქვენი მოდელის 500-ზე მეტი მანქანა აქვს შეკეთებული. გადმოწერე ეს აპლიკაცია, გამოიძახე ავტოასისტენტი, რომელიც მანქანას წაიყვანს და შეამოწმებინებს საუკეთესო ხელოსანს. მისგან გაიგებ რა არის გასაკეთებელი და რა დაჯდება მომსახურება. ხოლო შენი თანხმობის შემდეგ იწყება მანქანის რემონტი. მომსახურების ყველა ეტაპზე ხელოსანი გიგზავნის ფოტოებს, ასე რომ ზუსტად იცი რა ხდება შენი მანქანის თავს. ქარო არ გახლავთ უბრალოდ მანქანის შეკეთების სერვისი, იქ თქვენი დროის და ნერვების დაზვობის გარანტიაა. აპლიკაციის ბმული ვიდეოს აღწერაში დაგხვდებათ, თქვენი შთაბეჭდილებები კი აუცილებლად გამიზიარეთ კომენტარებში. ბევრი სხვადასხვა ატმოსფერული მოვლენის შესახებ გვაქვს ნასაუბრები ჩემს ვიდეოებში და თუ გადაათვალიერებთ ძველ ვიდეოებს აუცილებლად ნახავთ იქ ბევრ საინტერესოს, ამიტომ მე ამას განსაკუთრებით ახალი გამოუწერებისთვის ვამბობთ. მეგობრებო, ის ვინც დღეს გუშინ ერთი თვის წინ გამოიწერეთ ჩემი არხი, გირჩევთ რომ სულ თავიდან დაიწყოთ ვიდეოების ყურება. სიტყვა არის მართლაც უნიკალური მოვლენა, ის არ არის ძალიან ხშირი მოვლენა, მაგრამ მას ამოჩემებული აქვს ზოგიერთი რეგიონი და სამწუხაროდ ეს რეგიონები არის სასოფლო-სამეურნეო რეგიონები. ეს არა მხოლოდ საქართველოში, მაგალითად კახეთში ან ქართლში, არამედ საფრანგეთშიც, იტალიაშიც, სამხრეთ გერმანიაშიც, იქ სადაც ვენახი მოდის და ვენახი ყველაზე უსუსურია ხოლმე და ნაზია და ფაქიზია აი ამ ბუნებრივი მოვლენის მიმართ, მაინც და მაინც იქ იცის ხოლმე. ნუ მოგეხსენებათ კახეთში ეს არის მართლაც მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორი თვალებით შეყურებენ ხოლმე კახელი გლეხები შავ ღრუბელს, რომელიც როგორც წესი ალაზნის დასავლეთის მხრიდან, მთების მხრიდან მოდის ხოლმე, კავკასიონის მთების მხრიდან, ნელ-ნელა იზრდება, მერე ჩაწყნარდება უცებ ამინდი, შემდეგ ამოვარდება გრიგალისებური ქარი, ამას მოყვება წვიმა და როგორც წესი წვიმას მოყვება ხოლმე სეტყვა, მაგრამ სეტყვა არის ძალიან საინტერესო მოვლენა. თუ წვიმით ყველგან წვიმს, სეტყვამ შეიძლება აი 5 რიგი გაანადგუროს და 10 ხელუხლებლად დატოვოს. აი ესე თითქოს ზოლად გაიაროს ხოლმე. ან ერთი სეზო მოსპოს და მეორე სეზო დატოვოს. ერთ ეზოში საერთოდ ერთი კუმპალიც არ არის ჩამოარნილი, მეორეგან კი ფოთოლიც არ არის შერჩენილი ვაზზე. მე არაერთხელ მithქვამს ჩემს ვიდეოებში, რომ თბილი პერიოდი იქნება ეს ჰამბურგი, იქნება რომი, თუ იქნება ჩხოროწყუ ან მცხეთა, არ აქვს მნიშვნელობა, გინდაც თბილისი თავისი პარკებით არის საკმაოდ რისკიანი ადგილი. მას შემდეგ, რაც კლიმატი შეიცვალა, რაც მეტნაკლებად დათბა ჩრდილოეთის რეგიონებში, მწერებმა, რომლებიც არ იყვნენ დამახასიათებელი ამ რეგიონებისთვის, ქვემოდან ზემოთ ამოიწიეს, ანუ თბილისითბოს მოყვარულებმა დაიწყეს ჩრდილოეთისკენ წასვლა. ამის მაგალითი არის საქართველოში მომრავლებული ძალიან ეგზოტიკური დაავადებები, როგორიც არის ყირიმ კონგოს ცხელება, როგორიც არის ლეიშმანიოზი, ლაიმის დაავადება და ასე შემდეგ და ეს ყველა დაავადება გადააქვთ მწერებს კოღოების სახით და მოსკიტების სახით და ტყიპებს, რომლებიც მწერებს არ განეკუთვნებიან, ცალკე ჯგუფია, რომლებიც ობობასნაირებში შედიან, 8 ფეხი აქვთ მათ, 8 კიდური, 4 წყვილი, მწერებისგან განსხვავებით მწერებს მოგეხსენებათ 3 წყვილი კიდური აქვთ და ნუ როგორც წესი 2 წყვილი ფრთა. ყველა ზემოჩამოთვლილი დაავადება არის ძალიან
რთული დაავადებები, რთული არის მათი მიმდინარეობა, რთული არის ის სიმპტომები, რომლებშიც ისინი ვლინდებიან, რთული არის მათ მიერ დატოვებული შედეგები. ამიტომ ყველაზე კარგი შანსი, რომ ჩვენ ეს ყველაფერი თავიდან ავიცილოთ, რა თქმა უნდა, არის პრევენცია. როგორც ყოველთვის ჯანმრთელობას, როდესაც ეხება საქმე, შობს ავადმყოფობამდე არ მივიდეთ ხოლმე, ხო, პრევენცია გავაკეთოთ. აი მე მაგალითად არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ რაღაც მომენტში, აი ამ სიცხეში, რომელიც ახლა ჰამბურგშია, დამემართა ეგრეთ წოდებული ადენოვირუსი. ახლა რატო ვამბობ ასე დაბეჯითებით, გავცივდი რა, მოკლედ ჩვენ რასაც გაცივებას ვეძახით, არა გრიპი, არა COVID-19. რატომ? იმიტომ რომ მე ორჯერ გავიკეთე ტესტი და ორივე აჩვენა რომ მე არც გრიპი მქონდა, არც COVID-19, ნუ ერთ ასეც იყო მოსალოდნელი, იმიტომ რომ ორივეზე მე აცრილი ვარ, ვიცრები ყოველ წელს და აქედან გამომდინარე ძალიან დიდი ხანია მე არც მახსოვს ბოლოს როდის დამემართა მსგავსი დაავადება და აი მართალი გითხრათ მომცელა 5 დღის განმავლობაში, აი დღეს არის პირველი დღე, როდესაც მე გამოვედი, დავჯექი ველოსიპედზე და მეტნაკლებად ჯანმრთელად გრძნობ თავს, თუმცა ჯერ კიდევ რაღაც სიმპტომები მაქვს. რა ესეც ამის პრევენციაც უნდა მოვახდინოთ, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვათ გრიპებს, რასაც ვეძახით ჩვენ და გრიპის ვირუსს აქვს და ახასიათებს სეზონურობა, ადენოვირუსებს მსგავსი სეზონურობა არ ახასიათებთ. ისინი ნებისმიერი დროს, წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება შეგვეყაროს, რა თქმა უნდა, დაავადებული ადამიანისგან, რა თქმა უნდა, ისევე როგორც ნებისმიერი ვირუსების ძირითადი ნაწილი გადადის ჰაერწვეთოვანი გზით, ვირუსის კურნალობა მოგეხსენებათ ვერ ჯერჯერობით ერთადერთი აცრაშველის, ესეც პრევენციის გზა არის და მხოლოდ სხვა არაფერი. მე კიდევ ერთი ძალიან მზაყვარი და საინტერესო ვირუსების ჯგუფის შესახებ მინდა გიამბოთ, რომლებიც ჩასაფრებულები არიან ჩვენზე, განსაკუთრებით ზაფხულში, განსაკუთრებით იქ, სადაც წყალია და მათ შესახებ ძალიან კარგად იციან დედებმა, რომლებსაც შვილები ხშირად დაყავთ ხოლმე ასეთ ადგილებში. ეს გახლავთ ენტეროვირუსები. ენტეროვირუსი, რომელიც არ არის ერთი სახის ვირუსი, ეს არის ჯგუფი ვირუსებისა, რომლებიც იწვევენ სხვადასხვა სირთულის დაავადებებს და ორგანოების დაზიანებას. მაგალითად არის ენტეროვირუსების ჯგუფი, რომელიც უშუალოდ კუჭ-ნაწლავზე მოქმედებს და ისინი იწვევენ ლორწოვანის გაღიზიანებას, ამ დროს იწყება ხოლმე ფაღარათი. არის ვირუსები, რომლებიც პარალელურად იწვევენ მაგალითად ხელის გულებზე, ფეხის გულებზე, პირის ღრუში, სასაზე წვრილი ბუშტუკების გაჩენას, რომლებიც ძალიან მტკივნეულია და ადამიანს განსაკუთრებით ბავშვებს უჭირთ ხოლმე ყლაპვა. ამიტომ დიარეის, ანუ ფაღარათის ფონზე, როდესაც ორგანიზმი დიდი რაოდენობით კარგავს წყალს, ბავშვი ცდილობს, რომ წყალი არ დალიოს, არც ჭამოს, იმიტომ რომ ძალიან ტკივა მას ყელი და ამიტომ აუცილებელი არის მარილებით გაჯერებული ხსნარი მივაწოდოთ, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გაუწყლოება მოხდება ორგანიზმი დაკარგავს დიდი რაოდენობით მარილებს, ამან შეიძლება კრონჩხვები გამოიწვიოს. ენტეროვირუსების ნაწილი იწვევს გულისკუნთის ანთებას, ფილტვების ანთებას, კიდევ ყველაზე მძიმე ეს გახლავთ მენინგიტები. მენინგიტი, რომლის პირველი სიმპტომები არის გაღიზიანება, თხოვნების დაბინდვა, წყლის შიში და ხმაურის აუტანლობა, კვეთრის სინათლის აუტანლობა, ეს პირველი სიმპტომებია და აქ უნდა ვიცოდეთ უკვე რომ ექიმის გარეშე არაფერი გამოვა. ამიტომ უნდა მოუფრთხილდეთ ძალიან ენტეროვირუსებს, ეს არ გახლავთ მხოლოდ ფაღარათი. ეს არის ძალიან რთული დაავადებების მთელი კომპლექტი, მთელი ჯგუფი. ამიტომ პრევენცია, ისე მხოლოდ პრევენცია, იმიტომ რომ ვირუსები არ იკურნება, ენტეროვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს და ჩვენი ერთადერთი საშუალება მათგან დაცვისა არის სისუფთავე, ჰიგიენა, რომელიც აუცილებელია ისედაც ზოგადად, მაგრამ განსაკუთრებით ზღვაზე, განსაკუთრებით ჩვენს ზღვაზე, სადაც სამწუხაროდ ჯერ კიდევ მოუწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემები, ჯერ კიდევ მოუწესრიგებელია მდინარეებზე სოფლების მოსახლეობიდან ჩასული ფეკალური მასები, რომლებიც საბოლოოდ მერე ზღვაში ხვდებიან. ამიტომ მაქსიმალურად ჩვენ ბავშვებს ვთხოვოთ, რომ
შეიძლება ნაკლები წყალი ყლაპონ ზღვაში, როდესაც იქნებიან ან ტბაში, ან მდინარეში. ასევე რა თქმა უნდა ჩვენც, იმიტომ რომ ენტეროვირუსი ვერ არჩევს იქ ბავშვს და დიდს უბრალოდ ბავშვებს მძიმედ გადააქვთ ხოლმე და რა თქმა უნდა მოხუცებს. აუცილებლად ხილის გარეცხვა, არასდროს არ შეჭამოთ ხოლმე პლაჟზე, პირდაპირ ნუ დაეტაკებით ხოლმე, აუცილებლად გამდინარე წყლით გარეცხეთ. გამდინარეს რატომ ვამბობ? იმიტომ რომ წყლის დაზოგვის მიზნით ზოგიერთი აკეთებს რას? გაავსებს ჯამში წყალს, ჩადებს შიგნით თქვა პომიდორს, კიტრს, მწვანილს და შემდეგ შიგნით გარეცხავს და ამოიღებს. ამოიღებს და ეს ფაქტიურად გაურეცხავია. რატომ? იმიტომ რომ იგივე თქვა არა მხოლოდ ვირუსები და ბაქტერიები, პარაზიტული ჭიების კვერცხებიც კი, რომლებიც ძალიან ხშირად არის ხოლმე ბოსტნეულზე, იმიტომ რომ ბოსტნეული მიწაზე იზრდება, მოათავსებს იმ ზედაპირული დაჭიმულობის აპკზე, რომელიც წყალს აქვს და როდესაც თქვენ ამოიღებთ აი მწვანილს, როდესაც ამოიღებთ ამ ხილს წყლიდან, ასეთი ჯამიდან, მას რა თქმა უნდა ეს აპკი კვლავ გადაეკრობა და ის ბაქტერიები, ვირუსები და პარაზიტული ჭიების კვერცხები კვლავ ამოყვება და გინდა გაგირეცხიათ, გინდა არა. ამიტომ გამდინარე წყალი არის ყველაზე ნაღდი. რა თქმა უნდა სადეზინფექციო საშუალებები, მაგრამ გამდინარე წყალი. ეს არის ყველაზე კარგი და 100%-იანი გარანტია იმისა, რომ თქვენ შვილებს ეს მზაკვარი დაავადება არ შეეყრება.